თამაში ქუთაისის ტორპედო. მაგ კოხრეიძე თამაშობს კარგად. გრძელდება შეტევა, შორიდან იქნება დარტყმა შერიფის გასროლა რა გოლი! ფანტასტიკური დარტყმა მოჰამედ შერიფის, შესანიშნავი გოლი! საოცარი სტარტი აქვს ქუთაისის ტორპედოს. ძლიერესი დარტყმა კიდევ ერთხელ შერიფის გასროლა და ძალიან ლამაზი გოლი. 1-0 ტორპედო დაწინაურდა დღევანდელ დაპირისპირებაში. წინვალე გოლი მართლაც. მატჩის მეხუთე წუთზე გადაღილი გოლის ავტორია მოჰამედ შერიფი, ნომერი 6. ფანტასტიკური დარტყმა იყო და იგებს 1-0 ქუთაისის ტორპედო. ბრძოლა ბურთისთვის კარგად ითამაშეს ქუთაისელებმა და რა მაგარი პასია! ნახოთ აბა დასრულება როგორი იქნება ეპიზოდის სრულ მოძრაობა, ასეც უნდა მოქცეულიყო, აქ რა ხდება და ბრავო მეკარეს, ნოდარ ყალიჩავამ ითამაშა შესანიშნავად. მეორე გოლთან ახლოს იყო ტორპედო. ტორპედოსთვის მომდევნო მატჩიც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი პასი, დარტყმა და ნოდარ ყალიჩავა. გადაარჩინა ყალიჩავამ. პირდაპირ წითლით გააძევა პაბულურიანი. არის სივრცე. პასი, კარგი გადაცემა, ჩაწოდება იქნება, პასი უკან. გრძელდება შეტევა, დარტყმა და გადარჩა ამ ეპიზოდში უკვე ტორპედო. ძალიან ლამაზი გოლი იქნებოდა ქუთაისის ტორპედო. კიდევ ერთხელ ფილიპ კლიაიჩი ამ მომენტში იყო უშანსოდ. ჯეფინიოს პასი და ნახეთ. ვინისიუს ვიანამაც კარგად დაარტყა და ძალიან ცოტა დააკლდა ლამაზ გოლამდე და ანგარიშის გათანაბრებამდე. აი ესე რამდენიმე დაახლოებით 1 წუთში შანსი ჰქონდა სამგურალს 10 კაცით დარჩენის შემდეგ რომ ანგარიში გაეთანაბრებინა. ამიტომ არის საჭირო ტორპედოსთვის მეორე გოლი რომ განიმტკიცოს უპირატესობა. ჩაწოდება საჯარიმოში 2-0. 2-0 ხდება ანგარიში ალეკო ბასილაძე. ტორპედოს აკადემიის აღზრდილი მოთამაშე თემურ გოგნაძე თუ არ ვცდები. აი ამ ფეხბურთელებს შორის იყო ალეკო ბასილაძე, რომელმაც თავური დარტყმით მოახერხა და ქუთაისის ტორპედოს უპირატესობა გაძარდა 2 ბურთამდე. ტორპედოს აკადემიის აღზრდილმა მოახერხა გატანა და შესაბამისად ემოციებიც გითხარით ასევე გაგრასთან დაპირისპირებაში ჩაწოდება საჯარიმოში ფანცულაია 2-1 მალევე მოახერხა წყალტუბოს სამგურალმა გოლის გატანა 39 წუთზე გიორგი ფანცულაიამ შენგელია არენაზე გაიტანა თავისი მორიგი გოლი ოღონდ ამჯერად სხვა გუნდის მაისურით. თამაშებაში არანაირი თამაშგარე მდგომარეობა დაცვის შეცდომაზე შეიძლება საუბარი გამოეპარათ აქ გიორგი ფანცულაია სორიმანემ პოზიცია დაკარგა და ძალიან კარგად ითამაშა ფანცულაიამ პირველი შეხებით შეიგდო ბურთი და მეორე შეხებით უკვე დაარტყა და გაუტანა ფილიპ კლიაიჩს 2-1 ძალიან კარგი და სანახაობრივი პირველი ტაიმი გამოვიდა უკვე და ჯერ კიდევ წინ არის დიდი დრო. პასი ბასილაძეს დაარტყა ბასილაძემ დაიბლოკა მეორე დარტყმა და რა ლამაზი გოლი ალეკო ბასილაძე პირველი დუბლი კარიერაში ანგარიში ხდება 3-1 მატჩის 59 წუთზე შვენივრად შეასრულა დააბზრიალა ბურთი და ტორპედო ისევ 3-1 ისევ 2 ბურთით იგებს ანგარიში ხდება 3-1 არბიტრმა მისცა ნიშანი ფილიპ პირესის გამორბენი დარტყმა 4-1 ძალიან მარტივად მოახერხა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა გოლის გატანა
გაეტანა და დაუთმოს კიდეც საბოლოოდ კელბუპიდეს და მანაც სუსტად შეასრულა პენალტი, რომელიც მოიპოვა ალეკო ბასილაძემ დღეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ყველა ვარიანტში ალეკო ბასილაძე გახდება. ასე სოლიდურია უპირატესობა როგორც გითხარით აქ ფანცულაიაზე კეთდება გადაცემა გამოვიდა კლიაიჩი დარტყმა აიღო კლიაიჩმა ველისოლი კიდევ ერთი დარტყმა შერიფმა დაბლოკა ხელ გამეორებაზე ალეკო ბასილაძის გოლი მოჰამედ შერიფმა გააკეთა პასი მე მამუჩაშვილი ვთქვი და შერიფმა გააკეთა გადაცემა და ბასილაძემაც შეასრულა ჰეტრიკი სტუმარ გუნდს გავიდა ეს პასი, შეიძლება სამგურალის კიდევ ერთი გოლი ვნახოთ, დარტყმა და გადარჩა ალიჟონი აინი იქ შეეძლო ფანცულაიაზეც პარგელაშვილი და სწორედ მას გაუკეთა გადაცემა. იაბრაზდა ფანცულაია, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი ჩაწოდება საჯარიმოში და კი ბასილაძე იყო ის ფეხბურთელი რომელმაც ფანცულაიას დუბლი არ შეასრულებინა ერთი გოლი ზემოდან კიდევ აქტივში ფანცულაია ამ დისტანციიდან ალბათ მოახერხებდა კლიაიჩის კარის აღებას სამგურალი უნდა ეცადოს მაქსიმუმს აქ ვნახოთ რა მოხდება კარგი მომენტი ალიჟონი აინი დარტყმა და პირდაპირ ხელებში მიუვიდა ბურთი ფილიპ კლიაიჩს შედის მინდორს. კისლეზიტა დარტყმა და 6-2. ქუთაისელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ეს არის ამ სეზონის ყველაზე უხგოლიანი დაპირისპირება 8 გოლი 6-1 ქონდა 7-0 ქონდა 4-3 მაგრამ 8 გოლი არ იყო არც ერთ დაპირისპირებაში და კისლეზიტას გოლი იყო რიკოშეტი და ქუთაისელებმა მე-6-ს გაიტანეს Marcos Alves,